გაუმარჯოს ჩვენ შეხვედრას. ერთი ლუკმას და ერთი ლუკმას და იქიც და მიგექნება სასაუგრო დავანებე თავი. საჭაშნიკის და ბუნკერის კოლაბორაციას გაუმარჯოს. მაქსტეიკი ნაჭამი, რომელიც ამერიკის ელჩმა მოგვიმზადა. აქ მოამზადა ამერიკის ელჩმა? მოგესალმებათ, ბუნკერი მეგობრებო. დღეს ვიმყოფებით დიდებულ ცოტა ხანი მიკროფონი რო გამოურთო და რაღაც საქმეს როგორც გამიხარა ჩამოვაფაროთ კიდევაც. მე რო დამბლაროთ. აცალია. დიდებულ პაბ რესტორან საჭაშნიკეში დიდებულ სტუმართან ერთად დავით ლაბაძე არის ჩვენი სტუმარი და ჩვენ დანარჩენი ტრადიციულად ქალთა და კაცთა ბედნიერება თეიმურაზი, კვიტო და მე უბრალოდ მე ნიკოლოზი. ინტერნეტ სენსაციად გამომაცხადა. ინტერნეტ სენსაცია კვიტო, მე ღერძი ნიკოლოზი და ეს ქალთა და კაცთა ბედნიერება. ზოგჯერ ტრანსთაც გაგაცნობ მე. ითავსებს ხოლმე. ხო, მაინც ყველგან ტენისურ ტრანსთან უნდა იყოს. მოიხდინე ხალხი. ბიჭო, თანამედროვეობა რა. ხალხი მithობს. ხალხი გითხოვს. ტრანსები განსაკუთრებით. ამას ეძახი თქვენ ჩაწერას? ეს არის ჩვენი ჩაწერის ერთ-ერთი ნაწილი. დავით, როგორ ბრძანდები? ძალიან დიდი ხანია შენთან კონტაქტზე გამოსვლას ვცდილობთ. ხან ირაკლი საღინაძეს დავარეკინე. რა უნდა ხან ლევანს და ირაკლი საღინაძეს არ დაურეკია, პირდაპირ კი მეგობარია. არა, დაგირეკა, სკრინიც მაქვს შენახული რა. კი, შენ უთხარი რომ დამირეკონ ხოძე ვარ. ხო და აბა? მე ველოდებოდი კამერებს და ესე რა. ნუ კამერებს ველოდებოდი და მე მაბრალებ. არ არის ხა ეს სწორი. გრძელი გზა გამოვიარეთ, ასე ვთქვა, შენამდე მოსახლეობამ. სანამ რაღაცა სანამ სუფრა არ დაიხარა. თამეო და გაუმარჯოს ჩვენ შეხვედრას. გაუმარჯოს ჩვენ შეხვედრას. გაუმარჯოს. შედგა როგორც იქნა. ბუკა ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს. ძალიან გამიხარდა შენი გასწრება, გაიხარა. რა კაი ჭიქა მომი. შეურიდან გიცნობ ისე იქა. ეს ლეფე რა კაი ლუდი არის, პირველად დაულია, მაგრამ ძალიან ესეთი გემრიელია, დიდად ვერ ვერკვევი ლუდებში, მაგრამ ცოტა მოტკბო არ არის? ცოტა სლის გემო ხო არა. მსხუდი. ოდნავ მოტკბო არის. ისე ზომიერად მოტკბო არის. კარგი იყო. როგორი კვირა გქონდა? გერმანიაშიც იყავი, როგორც ხო, იცით. გერმანიაში ვიყავი. რა ხდებოდა? მქონდა ლაივი, კაცები, ლაივი. დიუსელდორფში, სხვა შორის ძალიან კარგად ჩაიარა. და დაუბრუნდი, მე გავიარე ბერლინში, შვილი ვნახე და დაუბრუნდი. გადასარევი. დიუსელდორფში კიდევ ახსოვთ 91 წელი და დინამოს ტრიუმფი. დიუსელდორფში დარბაზში ვინც იყო, იმათ 90 ჩააჭირე ვიღაცებს ანუ ეს მინდოდა რომ მაგრამ ნუ ახსოვთ რა თქმა უნდა. გაახსენეს. ჩვენმა გამომსვლელმა ერთ-ერთმა გაახსენა და ჯანელა იქნებოდა უეჭველი. აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურა. კი ბატონო. ჯანელა იყო დიახაც. უეჭველი ჯანელა იქნებოდა. ჩვენ ახლა როგორ მოვიქცეთ? ობიახლებზე გადავიდეთ თუ ჯერ რაღაც ლამაზი კერძები მიგვირთვათ? მე როგორც გაგვიხარდებ, ერთმანეთს ხელს უშლის ეგ წესი ჯერნა დავიწყოთ სალათები. სალათები. ცივები. წონიანები. ცივებით უნდა დავიწყოთ. ეს ობიახლები და რაღაცები მაიმუნობები. შემოემატება სუფრად. მე ხორცზე მებინდება და სალათი ბოდიში დაიწყე. მე დავითს დაველოდება. მე რატო დამელოდები, კაცო? მე ნუ დამელოდები. მე აგერ დავიწყე უკვე ფაქტურად. მაინც შობლიურზე წახვედი. პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, ქაბაბს აუცილებლად გავსინჯავ. შენთან გვინდა სტუმრობა? ოღონდ ისე ბუნკერულად გვინდა სტუმრობა რა? ბუნკერულად, კამერებით. ეხა მყავს ისინი, მთხრელები მოყვანილი. რემონტი მიმდინარეობს? უნდა გადავხურო რა. ზამთარი იწყება და ძალიან ამინძე დამოკიდებული ვარ რა ხანია. გარეთ ხართ ხო თქვენ გარეთ? ხო, ისეთი ნაჭრით გადახურული იქნება და ტენტით ხო? კაბრიოლეტი ტენტით ალბათ. ხო, აი გადახურე, მოაშორე. შვენიერი, მეწვიოთ და თუ გინდათ რა ხარ მთხრი პატარა ბუნკერსაც ამოგითხრით. ხო, ჩავდეთ. იმაში მით ჩავძრებით. ჩავთავები ჩამოგვაყარე. თავი ისე იგრძნოთ როგორც საკუთარ ბუნკერში. კარგია. გასინჯეთ თქვენ უკვე მე სტეიკი მაინტერესებს ძალიან. უკა მოგაწოდო რამე? კი, სტეიკი მომაწოდე მე. ძალიან კაი იდეა იყო. გადმოგიგდო თუ მოგაწოდო? ობიახლების გვერდით გადადება. კერძზე მივიღებ. აჰა. სხვა შორის აქ მაქვს სტეიკი. აუ, რა კაი სტეიკია. აქ მაქვს სტეიკი ნაჭამი, რომელიც ამერიკის ელჩმა მოგვიმზადა. აქ მოამზადა ამერიკის ელჩმა? რომელმა ელჩმა? ქალბატონი როგორ ქალბატონი კი. აი იმ ელჩმა.
ო, მადლობა. ომში რომ უნდა ახალიბაშვილის ჩაფი. ეგ არის. ამერიკის ელჩი რომ მუშაობდა, აქ არ უთხარი ლევან ამათ. სტეიკებზე ამერიკის ელჩი რო გედგა. ჩვენ ეხა გავიდა. და რატო გაუშვი სამსახურიდან? ამერიკის ელჩი სტეიკებზე. Deep State-მა გააგდო ალბათ. დიდი შანსია. შევტანა ყველაფერი Deep State-ს. ესე იგი დღეს აქ რაც გვაქვს მაგიდაზე, ყველაფერი არის გრილზე მომზადებული. მე სტეიკი ისე მესიამოვნა შეიძლება. სხვა რაღაცები ვეღარ გავსინჯო. მაგრამ უტრიანად სტეიქს დაუთმო მთელი შენი ძალიან გემრიელი. საეთერო დრო. გადავიდეთ ობიახლებზე? ერთი ლუკმა სტეიკიც და მოდი სტეიკზე გავჩერდეთ ცოტა ხანი. აშკარად სწორი გადაწყვეტილება იყო ამერიკის ელჩის აქაური გრილიდან მოშორება. იმიტომ რომ ფაქტია ამაზე კარგად ვერ მომზადებდა. არ ვიცი, მე მართლა არ ვიცი ამაზე კარგად. ძალიან გემრიელია. სხვა შორის ქალბატონი დეგნანიც კარგ სტეიქს ამზადებს. თუ მოხვდებით სადმე და დაინახეთ რომ დეგნანებში. სადეგნანეთში. ხო, დეგნანის სტეიქთან ტრიალებს, ესე იგი კარგი იქნება. გირსეული დასაწყისი იყო, ეხლა უბიახლებს უფრო გემრიელად მივყვებით რა. ეხლა თან ჩვენ გვინდა რომ მასტერ კლასი ჩაგვიტაროთ, როგორ უნდა აკენწლო, ხო. სხვადასხვა სახის ნიუსები რა. დაახლოებით ინსპირაცია თქვენგან გვაქვს აღებული. კარგია, კარგია. ხო, ისიც უნდა ვთქვა, რომ თავიდან ჩვენ რო დავისტარტეთ, აი ხანს კაცებს გვეძახდნენ. ზოგჯერ ჩემო კაცებს თემუდან გამოწერილ კაცებსაც გვეძახდნენ რა. არა მე უკვე ეგ ხალხი დაუბლოკეს და არავინ აღარ გვეძახის. მე ჩვენს დაუბლოკეს. უკვე რაღაცაერად მოხდა ისე. გავრჩით ეს. შემოიბარგა. ხო, მარტო გინებით აქტიურად. გინება და ბიჭა. არ ჯობდა ისე კაცები ეძახა. მოდი ეგეთ სამწუხარო უბიახლით გავხსნათ დღევანდელი უბიახლები. სამწუხაროდ 20 წლის ადამიანებში ტესტოსტერონების რაოდენობა დღევანდელობაში იგივეა, რაც დაახლოებით 1970 წელს 70 წლის ადამიანებში იყო რა. კაცებზეა საუბარი თუ ქალებზე? კაცებზეა საუბარი რა. მაგრამ ეგ ტესტესტერონი ქალებსაც გააჩნია. ცოტა თუ არ ყელი გაშკა. ხო, ის რა ქვია, რაღაცა. მივხვდი ხო? ხო, ანუ და აგერ გამილოცია. ვირთმევთ? დაასხით, არ მივირთვა, მაგრამ ეს ხას. ნიკუშ ტემპერატურა მატულობს? ხო და ამის მთავარი მიზეზი არის ერთ-ერთი არასრულფოსოვანი კვება, ხო. ცუდი საკვები, ჰაერი, ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა, ქრონიკული სტრესი, ძილის დეფიციტი და რა თქმა შოკოლადის უნდა, წვა, შოკოლადის წვა ჩაახერა, შოკოლადის წვა. შოკოლადის წვა. სახელს და ლაბაძის სალათს და ვა, დაჟეია. ეს არის რა, ჭარხალი იმის თხის ყველით. ეს ისეთი ლამაზია, როგორ უნდა ჭაყო, როგორ უნდა გადაიღო. და ხუჭული ვჭამდი. ფოტო უნდა გადაუღო მარტო. ხოდა ხუჭულმა უნდა გადაიღო. ვანადგურებ მეც არ მომწონს. მაგრამ მართლა ძალიან ლამაზია. ბიჭო, ეგ სოფლიოში არის ეგეთ სტატისტიკა და რაც მგონია რომ ძალიან საგანგაშო სტატისტიკა არის. ბიჭო, რაზეა ნაბილი საინტერესო, რანაირად იკვლევენ ეგეთ რაღაცებს? ჩვეულებრივად ტესტოსტერონის ანალიზს აკეთებენ 70-იან წლებში. ხო, და ადარებენ იმას? 1970-იან წლებში არ იყო ანალიზები ალბათ ტესტოსტერონის. სიტყვაზე ენდობია. ახალი ქონდა. ვიღაცა ვარაუდო. ამდენი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. მე რაღაცა ეჭვი მეპარება მაგნიტში რა. აუ რანაირად გეპარება ეჭვი. რავი მრავლდება კაცობრიობა. გარემოს დააკვირდი. ხო, მე არ მრავლდება. გაცილებით უფრო დაბალი ტემპით არა. ტემპიც მაღალი მაღალია რა ვიცი, რაზე არ და არ. ბიჭო, ჯანმრთელობას ენძრევა რა. ჯანმრთელობა შეიძლება დაერხეს. ხო, ეგაა რა. მაგრამ ჯანმრთელობის მხრივაც გეტყვი, აი ხა უყურე როგორი სტატისტიკა წავიკითხე, ამან მიხეს რა. ჯანმრთელობის ჯანმრთელობის ნაწილი ბევრად უფრო ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარს, ვიდრე ჩვენი თაობა მილენიალები. მაგიტო არ არიან ჯანმრთელები. ბევრად უფრო ჯანმრთელები არიან, ბევრად უფრო ანუ ფიზიკურად აქტიურებიც არიან, შეიძლება ჩვენ უბანში და შენ კონკრეტულ ბავშვი სხვანაირად იყოს, მაგრამ ზოგადად ეგეთი ტენდენციაა, რომ ჯანსაღი ბევრად უფრო ჯანსაღად ცხოვრობს, ვიდრე ჩვენი თაობა რა. ლუბური ფსიქოდელიკების მოხმარებაა სამაგიეროდ ჯენზის თაობაში. ნარკოტიკებზე უფრო კი ტაბლეტებზე და უბედურებებზე. კარგი. თან ეგენი 25 წლამდე ცხოვრობენ ეგრე და მე ხვდებიან რომ
ძალიან არასწორად იცნობენ და იცნობენ ძალიან ცუც რაც კარგია. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით. თავიდან მივაწვევით და 20 წლისას უკვე კუჭის სრული ხო, ეგ არის ცხოვრება. აგერ ნათელი მაგალითი. მეც ეგრე დამემართა. მე მიყვარს მე ამეთი ადამიანი. მიგექნება სასაუგრო. და დავანებე თავი. რა? ეგეთი ადამიანები ყველამის მოსწრება რომ მალევე გინდა. ბიჭო, არ არის კარგი ნიუსი. არ არის კარგი ობიახლი, არ არის. ეხლა მაგას რა ქვია? და ლოგიკურ გადასვლას გავაკეთებ, თან მინდა რომ ეს ნახო რა. ეს არის მეტროში. რეკლამა. მოიწე ცოტა ახლოს. დამგზავრები ბიუროს რეკლამა. ეს უნდა ამოვანათოთ. იასე ყველანაც რა მაგარი. ძალიან მაგარი. და გასტრესილი ტიპი უნდა ეგდოს მან. გადაჭრილი ორად. ხო და აი ეს ტიპები მე ამ სადგურზე უნდა მივიყვანოთ ამ მეტროსადგურთან. და დაალაგდება, ესენიც კარგად იქნებიან ესენიც. უტესტასტერონო ხო? უტესტოსტერონო. ძალიან მევასება ეგეთი ორიგინალური. ეს ტესტასტერონი რაში გჭირდება ეს მითხარით? მამაკაცურობას ხმატებს და ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. კაცის ვიძე რო იყო, კაცის ვიძე რო იყო, მარტო მაგის გარდა მარტო ეგეთი რაღაც არის. აი კაცის ვიძეა. ინტელექტი, ბანჯულები რო ამობდიო. ბანჯულიანობა, მთლიანად პერფორმანსი რა. ტვინის გამჭრა, ან ბევრ რაღაცაზე კარგი ჰორმონის, მე მგონი ჰორმონია, ხო? ჰორმონია კი მაგრამ. რისთვის გამოიყენება? ეგრე ვიცი. დავით, ესეთი საინტერესო რეკლამა კიდე. აბა, კი, ამას თუ ხავს გინახავს რა ეს რაც გაკეთე. შვილობილი კომპანია დამგზავრები ბიუროს. სანდროეულის ქუჩაზე თუ გახსოვს. ძალიან კარგია. ანური თარო იყო, დამგზავრები ბიურო. რა ეწერა არ მახსოვს. მათთვის ვინც ძვირფასი იყო. კი. ხო, კი, მახსოვს. მაგარი რა იყო, იცი? მარკეტინგი და რაღაც ფართს ვეძებდით კაფისთვის. კაფე მინდოდა გაგვეხსნა რა. საქელეხე. ხო და აი ეგ კუბების მაღაზიის მეორე ნაწილი ქირავდებოდა. იმენა საქელეხე. ვაჭრობა რომ შეუმცირდა ეთქობა. ხო და ბიჭო, მე ვიფიქრე რომ მაგარი იქნება რომ კი არ გავყოთ. ხო შოურუმია ეხლა. ეგრევე. როგორ ხდება ეს სიტყვა? შოურუმი. კუბოებს რო ათვალიერო. კუბები შოურუმი. ცოლთან ერთად რომ ვიფასო. მოდი გავისეინო. და თავისუფალი ადგილები თუ გაქვთ და აი თეთრ კუბოსთან დაბრძანდით. აი გამელოდეთ. იქ მოსასწრელი სივრცეა თეთრ კუბოსთან. მაგარია. ასწორებს. კუბოების შოურუმი. ჩვენ და რა ქენით მე იქირავ ეგ? არა, არ ვიქნევთ. ბევრი და ეხაც გირავდება ის ადგილი სხვადასხვა. ეხა უკვე ის შოურუმიც მიყვა მე ჩავარდა ეგ პროექტი და ხო, მაგრამ ეს რეკლამა შოურუმიც ძალიან კი რა შემიყვარდა. ცოტა ახლოს მოიწე. ბოროტი და აგრესიული მარკეტინგი მე ძალიან მევასება. მეტროზე მაინც მინდა ვთქვა, გუშინ თუ გუშინ წინ გავრცელდა რაღაც ვიდეო. ესე გადაბმით აქ ყველაფერი აწყობილი. კი, აი ეს მიყრით ახლა. პოეზია. ჩემთან ძალიან არის ძალიან ახლოს პოეზია ჩემთან. და ვიღაც გარდაიცვალა ჩვენთან მეტროში რა. და ხალხი იმას ატრაკებდა, რომ ერთი კაცის გამო ამდენ ხანს რატო დაგვაცდებინეთ ვაგონში და რაღაც რა და ვაგონში გარდაიცვალა. ხო. და ხალხი ატრაკებდა, რომ ჩვენ ერთი კაცის გამო ამდენ ხანს ვიცით ვაგონში, ანუ ის კი არა რომ შეიძლება არ იცოდნენ, არა. უთხრა არა, იქ მიდის საუბარი. ტიპმა უთხრა, რატო ამდენ ხანს რატო და წინა ვაგონში გარდაიცვალა მგზავრი. და ამათმა მე ერთი კაცის გამო ამდენ ხანს უნდა ვიჯდეთ ჩვენ მეტროში. აი ნეგატივი აღარ ნეგატივი არა, ტეხავს რა. ტეხავს, თვითონ იმ ვაგონში სადაც გარდაიცვალა. იქიდან გაშვებული ყავდათ ხო? გამოვიდა. ხო, ის ცარიელი იყო ის ვაგონი და დანარჩენი ვაგონები აჯანყდნენ რომ მალე დავიძრათ. ცოტა მეტი ადამიანობა რომ გამოვიჩინოთ გაასწოროთ. იყო ესეთი ისა რაღაცა რა ქვია, ქალაქური ჭორი თუ რა ქვია, რომ რაღაც მანქანები იაფად რო იყიდებოდა, ამბობდნენ რომ ამ მანქანაში კაცი ხო არ არის, მკვდარი. აჰა. ეხა იმ ვაგონს ნეტო ეწერა. იაფად გაყიდი. აი საქართველოს ვინმე რომ წაიღებს მაგ ვაგონებს. ამ ვაგონში კაცია მკვდარი. დიდი შანსია დააწერა. ჩვენებური კრეატივი იქნება ქართული. ისე ახალგაზრდობა ახსენე და ბარემ ჩაგეკითხებით. ჩამეკითხე ბარემ. როგორც ვიცით, ჩვენ ესე ამბავი მოგვესმა, რომ ახალგაზრდობაში ქონდა ძალიან საინტერესო ფორმულა, შენ და შენ რამოდენიმე მეგობარს, როგორ შეიძლებოდა იაფად დაგელიათ ალკოჰოლი. კაცო, ეს ზოგადად აღიარებული ფორმულაა. ეს არის ხალხური ფორმულა. ხო, სასმელის მარგი ქმედების კოეფიციენტი.
რაც საშუალებას გაძლევს, რომ ერთეული ფულის რაოდენობით მაქსიმალურად მეტი თრობა მიიღო. აი მაგალითად რო გვასწავლო. აი ნახე, დიდად არ გვილხარ. რაღაც სასმელზე, 40 გრადუსიანი. რომელიც ძირთად ბოთლირებულია, ხო. იღებ მილilitrების რაოდენობას ამ ბოთლში, 500, ამრავლებ გრადუსზე 45-ზე და ყოფ ფასზე. რა გირს? რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო იაფად შეიძლება დათვრე ამ სასმელი. და შეადარებ ხო სხვადასხვა სასმელებს და რაც უფრო მაღალ ციფრს დაგისვავს, იმას მიაწვევ. ჩემ ახალგაზრდობაში ანუ ისე რაც შეიძლება დაბალ ფასიან სასმელზე ოგო ჩვენ პირიქით გავაკეთე. არა, არ არის პირიქით. არ არის აუცილებლად დაბალფასიანი იყოს. ჩემ ბავშვობაში ეს კოეფიციენტი ძალიან მაღალი ქონდა კუბურ რომს. კუბური რომი მაშინ საბჭოთა კავშირი კუბას ეხმარებოდა და შემოქონდა ოხრა. ეს რომი და ეყარა არავინ არ სვამდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივად დასალება ძნელია, მწყარია. კოკაკოლა უხდება მაგასთან. მაშინ კოკაკოლა არ იქნებოდა. თუ იყო. კოკაკოლა არის. კვასი იყო მაშინ. კვასთან ძალიან კოკაკოლა საშიში არის. იყო პეპსი. პეპსის უცაც მოუხდება. ხო და ცნება კოქტეილი არ იყო მაინც გავრცელებული და არა და ის რომი კოქტეილებში არის კარგი. კი, კაი. რომ გამოვითვალეთ სხვადასხვა სასმელი, აღმოჩნდა რომ კუბურ რომს ჰქონდა კარგი. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი. მაღალ გრადუსიანი იყო, ლიტრიან ბოთლებში იყიდებოდა და იაფი ღირდა. და უბერავდით კუბურ რომს. უბერავდით კუბურ. ამ ფორმულის მიხედვით. გადასარევი. დღეს გავტესტოთ. გავტესტოთ. ჩაწერეთ. დღესვე გავტესტოთ. დღესვე გავტესტოთ. სიამოვნებო. 4 საათზე კუბური რომი არ მახსოვდება. ტესტირება იქნება 4 საათი. კალკულატორი და შევიდეთ რომელიმე მაღაზიაში. ხო, ექსპერტთან ერთად მეორე გაგვიმარტივდება. მე მინდოდა შემეთავაზებია ეს აი რაღაცა მაღაზიებისთვის რომ ფასის ქვემოთ მიაწერან კოეფიციენტი. პირდაპირ ხო რომ საქმე გაგვიადო. მაგ იქ მე გადასარევი იქ არ ითვალო და არ ადარო და აი გაის არის. ხომ შეეგრეუნა რო 5 ლარი რო გაქვს იცი რომ აი ამ კოეფიციენტზე დაბალს არ უნდა მიეკარო, იმიტომ რომ თავის ტკივილი მეც არაფერს არ. და მოდი მაგის ეგეთი კონცეფციის კონცეფციის შეთავაზებას. სასმელების მაღაზია შეიძლება კი, გავხსნათ. ხო, ეგ უნდა ვაწერი. იმ ფარტში შოურუმი როა კუბოების. ის მეორე ფარტი დავითხრიოთ და ეგეთი მაღაზია გავხსნათ. კონცეპტუალური. ალკო მაღაზია. აი ეგეთი სიტყვები შეარჩიო სასმელი მარკის მედების კოეფიციენტის მიხედვით. არის რაღაც აზრი დევს რა. კი, რა თქმა მე მომეწონა ძალიან ეგ იდეა. აი, ეპიზოდის მერე უბრალოდ შოურუმი იმუშაოთ ამ თემაზე. ნორვეგიაში არის პატარა ქალაქი, რომელსაც ჯოჯოხეთი ქვია. ჰელ ხო? ხო, ჰელ ეგრე ქვია რა, რომელიც ზამთრის პერიოდში მთლიანად იყინება. ამაზე სამწუხაროდ მეტი ინფორმაცია არ მაქვს და ხალხი რა რას ჩადის. ხალხიც იყინება და მე ღვები. მე ღვები. მიჩვეულები არიან მაგ პროცესში. და ძალიან ახალგაზრდურად გამოიყურება ყველა. ვიღაცა ერთი თუ დაგჭირდა მოქალაქე, ვთქვათ, შენ არ გაიყინე, მაგრამ დაგჭირდა ელექტრიკი. მიდიხარ სითბოში. ფენით. არ ელექტრიკი წაიყვან და მე მოიყვანეს იყო გაყინავის. ელექტრიკი. დადებ და ისევ შენახული. მაგრამ რასია ქალაქი იყინება რა. აი ეგრე რა მთლიანად იყინება ქალაქი. ანუ ძალიან ერთზე მაიწყობა გრადუსი და ყველა მიდის იქიდან ხევიან რა ალბათ. მით ვერ გაასწრებს. ან მოსახლეობა გადის ქალაქში. ალბათ სავარაუდოდ. ელექტრიკების გარდა იმათ ყინავენ. ხო, ელექტრიკების უთმობი გაგრატორი. არა, თუ არავინ არ რჩება ელექტრიკის რა. ოღონდ ვეგანი ელექტრიკები. მოდი პარე ვეგანებს კიდე დავა. თერატანიანი ვეგანები ნორვეგიაში. და ეგეთი ქალაქი რა არის საქართველოს, რომელსაც შეგვიძლია ელუ უწოდოთ. ჯოჯოხეთი დავარქვა? მე დიკლო თბილისს დავარქვა. არა, ბევრია ბევრია. თბილისის რაღაც უბნებს დავარქვა. ჯოჯოხეთ? მაგალითად არ მინდა ვიღაც უბნელება სადმე თავი გამიტეკო. რა არის, იცი? თუ ამ ჯოჯოხეთს დავყოფთ რაღაც ფუნქციონალურ ზონებად. აი თქვა ტრაფიკით თბილისის ისე ალსაფარი. არის ჯოჯოხეთი. კი, ხო, აი ზუსტად ეგრე უნდა დავყოთ, ხო, სწორი მიმართულებაა, რომ ჯოჯოხეთი არის თბილისში ეკოლოგიით შეიძლება სხვა ქალაქი გაბა. რუსთავი მაგალითად. რუსთავი. ესე გლობალურ ჯოჯოხეთობას ნუ დავიჩენოთ. ხო. აი ესე ამ სფეროში ძმაო ჯოჯოხეთი კიდე მოდი აქ. და კაი, ერთი სფერო წავამატოთ. საათი. ყველაზე ნაკლებად განვითარებული ყველაზე ნაკლებად ქალაქი ჩვენთან რომელი არის? არ ვიცი, ალბათ მაღალმთიან რეგიონებში რომელიღაცა მაღალმთიან რეგიონში სოფელი. ქალაქზე ბაზრობთ. ქალაქი ხაშური ალბათ არა? არა. ხაშური განვითარებულია? ველაფერი შეიძლება იყიდო. თან რაც ეს გზა სხვანაირად წავიდა? მაინც.
გონია რომ მით უმეტეს ეხა უკვე საცობებიც აღარ არის. ეხა უფრო განვითარდება. ადრე ამ ენერგიას ხარჯავდნენ გამულელებზე. ხო, და თავიანთ თავს საკუთარ თავებში ჩაღმავდებიან. ანუ ისე გადაობის გარეშე ხაშურში ყველაფერი შეგიძლია იყიდო კიდევ პროფილაქტიკა და გაყიდო კიდევაც ბაზარი არის. მე თბილისში ვიყიდო, ვიყიდი. ჩვენი მეგობარი იქ ვიაშენებს სახლს და ქვიშხეთში. და თბილისში ჩამოსვლა თითქმის არაფერზე არ ჭირდება. ჩადის ხაშურში და თითქმის ყველაფერი აქვს რა. ხო, სამშენებლო და მიმართულებით. ეგ ხო განვითარებაზე მეტყველებს იმ ქალაქის. ეხა ხაშურის მომავალი რა არის, იცი? ინდუსტრიული ის არის ბელგიაში კი არა კაცო. ბრიუსელთან, ბრიუგე. ო, ბრიუგენ. ძალიან ლამაზი ქალაქია, მე არა ვარ ნამყოფი. და ისტორია არის ესეთი, რომ სავაჭრო გზები გადიოდა ბრიუგეზე. და ნუ აი ძალიან მდიდარი ქალაქი იყო და მე ამ გზებმა გადაინაცვლა და ეს ბრიუგე როგორც იყო, აი მაგათ შუა საუკუნეებში ესეთივე დარჩა რა, ანუ რენოვაციები და რაღაც არ წავიდა და ეხა არის მუზეუმი. აი ხაშურიც დარჩება მე-20 საუკუნის მუზეუმი. მე-20 საუკუნის ბრიუგე. რო დაგაინტერესებს მე. საიდან გამოაძვრივნა ხაშური და ეს ბრიუგესთან დალინკა. პროფესიონალი მეგარი. სუხოიისტი დებულის არწაიღო. ჩემი ხაშურელი მეგობარი გიორგი, ნახე. ყავიდან გამოუწვერი კიო. ვა, ხაშურს გაუგზავნოთ ეს შორტი პირდაპირ. მოუჭრათ ვამაზად. ხაშური გახდება ბრიუგე და დაესევა ტურისტი. აგერ კი ნახავთ ბატონო, რა. ჩვენ კიდე შენ და აგერ მე. გავიხეთ გავენთავ. ეს გზა როაც და ეხლა მაგრამ დაიწყება ქალაქის კონსერვაცია იმ მდგომარეობაში წაა. აქედან დიდებული ამბავი. ყველაფერში მოდი შევეცადოთ რომ დადებითი დადებითი მოუძებნოთ, კი ბატონო. მაგიტო განვიხილავთ რომ ერთად მოვძებნოთ დადებით. რა თქმა უნდა. მე და თქვენ ამის დადებითების ძებნაში პროფესიონალი ბრძანდებით. რა თქმა უნდა. თქვენგან ღებულობთ იმდენი ეხლა დადებითი მაქვს ნაპოლი. დადებითი. 1000 დადებითზე გადამხტარი კაცი. კაიგო. წავებზე გადახვედი? წავებზე გადავედი, ხო, რა გასაყარლები არის. აცებთან წყლის წავები, ხელჩაკიდებულები ძინებენ. რო არ ჩაიძინა. ძალიან საყარლები. და რომელიმე თუ ჩაიძინა, ირღვიძება და შველი ეხმარებიან ერთმანეთს რა. თუ ორივეს მაგრად ჩაეძინა. მოთ ანდრეულია, ორივეს ანდრეულია. მაგრამ ტივტივებენ ალბათ ერთმანეთს ხელი რახანა აქვს ჩაკიდებული საყვარლებია. და ტივტივებენ. რაზეა დამოკიდებული წავის სიმკვრივე. ჩაკიდებულ ხელზე. ჰაერზე და გაზებზე. ზოგიერთი წავი იძირება, ზოგიერთი ტივტივებს. ვახ, ძალიან. ვისაც პარტნიორი არ ყავს, ეგ წავები იძირებიან. წავი რა სჭავს? მოდი. რომ დამძიმებულები არიან. წავი რითი იყვებება, მაგით ჯობია გამოვიყო. ხო. სცენარეებით. ალბათ ისეთ სცენარები, რაც გაზს აძლევს, არა? მამრს წავებს, წავები მამრ მარტო ხელა წავ. ქვია. წერებს. ლოკოკინებს და რაღაცებს. წერებს ხო რაღაც ქვეწარმავლებს. არა, წერები არა. რაღაც ქვეწარმავლებს. ყველაფერზე გადავედი. თავფეხიანები ქვია. რეპტილია. ხო, მაგრამ ნახე რა არის. თქვა დავიძინეთ მე და წავმა. წავმა. მე წავი ვარ თქვათ. და მე კარგად ნაჭამი ვარ და დავიწყე ჩაძირვა. ხო. ის და გამოგაგვიძებს რა. გამომაღვიძებს რა რას მიშველს გამოღვიძებს. სულ არის. გაცურო. ცურვა ხო იციან. ანუ ვერ დამიძინე. ვერ დაგიზინია. ჩემ გემოზე. ვერ დაგიზინია. კარგი. წყლის წავები არიან. მე თუ ვიძირები და ჩაძირვამ არ გამომაღვიძა, ის როგორ გამომაღვიძა? ვიხჭობი და არ გამოვიღო. ფული საკითხია. ხო. და მეორე, თუ არ გაეღვიძა იმას, ორივე ერთად ვიძირებ. დილას გაიღვიძებს და დამხჩვალი იყამო. დამხჩვალი წავი უჭირა. ჩამბალი. ფიზიკოსი ხარ. და მესამე, ისიც რო დავძირო, ხო და ფიზიკოსი ხო ხარ პროფესორი. და როგორ შეიძლება ფიზიკას და წავების ამბავი რაღაცნაირად ფიზიკით ავხსნათ? ეგ უფრო ბიოლოგიას უნდა ვკითხოთ ჩემიაზე. ჩვეულებრივად. ალბათ წავი არ იძირება, იმიტომ რომ ამათ სხვანაირი ბეწვი აქვს და იმ ბეწვში ყოველთვის რჩება ჰაერი. ხო. და თუ რაღაცა შეუძორას იცივე, ხო. შეიძლება ჩაიძიროს თუ დასველდა ბეწვი. ანუ ეს ხელჩაკიდებული ტუფტა ბაზარია. არა, ალბათ მაინც არიან ერთმანეთს ხელჩაკიდებული, ეხმარებიან. რა ვიცი, მაგრამ ეს მეცნიერები ხო ამათ უღებენ, რო დაღამდება რაიც იქნება უშვებენ. არა მგონია რომ ვინმე მეცნიერი მთელი ღამე იყო ამ გაყინულ წყალში და წავებს უყურებ.
კაი, მოდი, ერთი ცალი ობიახლიც და მე სხვა რამეებზე ვისაუბრებ. დასწრე მომეწონა თქვენი ობიახლები. მიდი, მაშინ გავყვეთ. და ქაბაბიც არ არის ცუდი. ვარდისფერთმიანი კაცი ამბობს, რომ შონ ომალი მხოლოდ მას შეუძლია მერაბის დამარცხება. როგორც წინა ორ როგორც წინა ორ მაგრამ მაგის გაუმართლა მერაბს და მაგიტო თორე. ბიჭო, ფეხი უცდებოდა. ხო და იცი რა მაინტერესებს? ამდენად ის როგორ ოპტიმისტი როგორ შეიძლება იყოს? ბიჭო, ამის ორჯერ გატრიონ. ბიჭო, უნდა იბაზრო. არა, ნახე, ზოგის სიძლიერე არის, რომ ბრძოლა იცის და ზოგის არის ოპტიმიზმი. ოპტიმისტი ხო? ამ ოპტიმიზმისთვის ეგ ნაცემია. დარჩა 1000 ოპტიმიზმზე გადამხტარი შონომალი და ჭკუა ვერ ისწავლა და იყოს ეგრე და რა. ტიპი ვიზე ბაზრობს, იკაიფე, რამდენადაც ისე ვიცი. ეგ უყურე კონტექსტიდან ამოჭრილი იქნება, იმიტომ რომ მე მაგის პოდკასტი მაქვს ერთი მოსმენი, სადაც მაგრად ჯიგრულად იძახის. ეს შოუს ნაწილია, ესე რომ მაგრამ იძახის რომ მოკლედ თუ აი არავის არანაირი შანსი არ აქვს მაგტიკთან. ხო და ანუ ეს ახლა ამას ამბობს ხაი ტიპზე. რაღაცაც ხაიფის ასაწევად ხო რომელიც იძახის ხო რა. გონი პირველი ტიპია მერაბი, რომელიც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეოთხედ დაიცავს. და მეხუთე დაპირებს. თუ მეოთხე არა, მეოთხედ იცავს ახლა. ჩანიშნული არის უკვე და დარწმუნებული ვარ დაიცავს. დეკემბერში როგორც პიოტრიანთან აქვს ჭკუები, ხო? და დარწმუნებული ვარ რომ დაიცავს თავის კამარს და მეც მაგაზე თუ მართლა გინდა კაკი მოვიყვანოთ და ვებაზრო. მართლა ვერ ხვდები კაკის მოკითხვა. მერაბი რანაირად შეიძლება ვინმემ დაამარცხოს. ნუ რა სანამ არ დაბერდება ვერაფრით. შანსი არ. აი უბრალოდ შანსი არ აქვს არავის, მით უმეტეს ვარდისფერთმიან კაცს. გვინდა უეჭვე კი, მით უმეტეს ვარდისფერთმიან კაცს, ხო და სანამ UFC-ზე ვარ, ილიაც გვესტუმრა. კი საქართველოში. კი, აქ არის. ბუნკერში ილიას მივწერე. დავხედობა მე ხო და Instagram-ზე მივწერე ბუნკერში გვინდა დაგმატა. ნაგავში გეპატიჟი რატომაც არ უნახავს? კი, მიყვის რანაირად შეიძლება ბუნკერის მესიჯი არ ვიცი, რატო იუარა არ მესმის. არ მეც ვერ ხვდები. გაუგებარი. და მე რატო არ მომწერე? აი, ვემზადებოდი. სათანადოდ. ის რომ მომიგზავნეთ ადამიანი. ხო, ლევანი დაგვეხმარა, თორე შენი ნომერიც მიწერია, ირაკლი მომცა, შეგიძლია დაურეკო რა. მაგრამ მოგვერია. არ გვინდოდა რომ აი ესე ტელეფონით დაგხვედრო გელოდე. თემა არ გადაშლის სიმღერა უნდა ჩაირთოს მესანამ შენამდე მოდი. უკან მომღერალი ყავს, მაგრამ არ იყენებს თავის პლუსს. ნიჭს, მარტო აბაზანაში. უაზროდ ეს ნაგავში ხრის ყველაფერს უაზროდ. მარტო ქალთა და მამაკაცთა ბედნიერება. გაფრანგული. ეგეთ იდიოტობებში იხარჯა. გადააყოლა თავი. კი, ვოკალური ყველაფერი გავატანო. რომ ქალები და კაცები გააბედნიერეს. თეი ბატონმა თეიმურაზმა კიდე ერთი ობიახლის წაკითხვა მთხოვა. ხო ეს ისეთი ობიახია რომ ხო, ყავებზე რა. მე ყავს და ყორას ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან, რომელი. ყავ ძალიან საინტერესო არსებობი არის. ორივე ინტელექტუალური ვერ არჩევ რას ნიშნავს. ყავი გონია ყორანი თუ ყორანი აი ვერც ერთს ხო რა მე ყორანი გონი ეშლება ბეღურაში. დაჟე არც ვიცოდი თუ განსხვავება იყო რა. თქვენ გადაცემაში ფერშია მე მგონი განსხვავება. დაჟე მახსოვს სუშავი არის. ჯანელა გეკამათებოდა რომ ეგენიო ხმასო ვერ იმეორებენ. ვერ იმეორებენ კი არა, ლაპარაკობენ ლაპარაკობენ. იცოდით მე დამირეკა. ყავმა თუ ყორანმა. ვერ ვარჩევ ხმით. ვიდეო კოლით ჯერ ვერ ეკავენ. და გიტოვებს ხოლმე რაღაც პატარ-პატარა საჩუქრებს? ანუ მოიცა, ყავები როგორც გაირკვა, პატარა საჩუქრებს უტოვებენ გარკვეული პერიოდულობით იმ ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ან აჭამეს, ან საკვები, ან გადაარჩინეს, მიდიან იმ ადამიანებთან რაღაც პატარა საჩუქრებს. არ გადამირჩენია არასოდეს და არც მიჭმები. მე კონიაკს მიტოვებს ხოლმე ბალიში. ეხლა ერთი სულიმა ესე მიკარგია. სუჯიბეში მეკდება თუ დავინა. რომ რას მოგიტანს? გადაუგდებ ქაღალდში გახოს და ქაღალდზე მისამართი მისამართიც ეკ. ხო უნდა მომაგრე. ხო, უნდა იცოდეს სად არის მოსასვლელი. რო არის ბოდიალოს წინ და უკან. მართლა? ხო. და რასაც ყავები რო ზოგადად ძალიან ინტელექტუალური. რაღაც ვაუჩერები ციტიბოლის 200 ლარი. არა 150 ლარი. ან 300 ლარი. ვაუჩერები მოა. ისე რასაჩუქარი შეიძლება მომიტანოს. ალბათ ნივთი რამე ისეთი სამკაული ან რაღაც. ხო, რაც თვითონ მოეწონება თვალში, რო აი ისე მგონი ისრუა ჩვენც ვიყავით ყავის საჭმელი. ყავებთან ვაჭამოთ. დავალაგოთ ურთიერთობა. ხო, ჯობია რა.
სპონსორებთან ვერ ვალაგებ და. ვინებთან? სპონსორებთან. ადამიანებთან ვერ ვალაგებ. ანუ 1-20-30 ყვავი რო ქონდეს, ყავდეს ეგრე მომადლიერებული, სამსახურსაც გადაიდე ფეხიფერზე თო. შეიძლება ლოჯისტიკის ქსელია აწყო საერთოდ პატარა სასაჯუქრი მაღაზია. 30 ყვავი თვეში ერთხელ რო თითო რაღაცა ოქროს ნივთი მოკონდეთ. გადასარევი ბიზნესია. ფოტოშოპის მამაჩემს უყვარდა ეს ჩიტების ყვება რა. ანუ ყოველ დილას სკოლაში დასვლის წინ 8:08 ნახევარზე ვიღვიძე. ეს ბინამიტი იყი. აქამდე მაგით მოვედი. ესე ძალიან კონსტრუქციულად ესე ლამაზად ჭრიდა ჩიტებს? პურის ნაწილს. ისროდა. ეს აი თელ ბუხანკა დაჭანდა სკოლაში. გაჭირვება. მაგარი გაჭირვება არა და. ალბათ რო გახმებოდა და მაშინ პური საქმებოდა. ალბობდა მე და ესე სამივე ფანჯრის ყველა სახლის ყველა ფანჯრაფაზე ჩვენი ბინის ესე ალაგებდა რა პურებს და ეს მოდიოდნენ და დილას ჭიტდი დილას აი თელ ჩიტები და საირმის ქუჩაზე მეზობლები ცხოვრობ და მოდიოდნენ. საირმეს მიცკევიჩზე საბურთალოს ქუჩაზე ანუ ირგვლივ იქაურობი საბურთალოელი ჩიტები ჩვენთან გიშგაავდა. ჩვენთან დილას 8 საათზე მე მახსოვს რომ საათზე ალაგებდა მამა. 8-ზე დაახლოებით ჩვენი და მიფრინავდა. მე საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობ და უცებ და დაებერებოდი. უჩვეულო გადაფრენა შეინიშნა 8 აკლდა. მაგარი ნაჭამები მოდიოდნენ. უცებ დაებერებოდა ყველა ჩიტი და ამლა გდომოდა ეს ჩიტი ნახავდი. სულ ფიქრობ რატომ მიფრინავენ საირმეზე რა ხდება. წარმოიდგინე რამდენი წელი გაწვალებდა ეს შეკითხვა და აი ხა გაიხსნა იქ. დღეს დავიძინე პირველად შვიჟი. სად მიფრინავენ ჩიტები, აი მთელი ბავშვობა გავატარებ მაგაზე. კარგი. სახელმწიფო პირველად გადასცემს და მოდი, სახელმწიფო. ერთ წამი ობიახლი დავაპაუზოთ ცოტა ხანს. იქ კაი ობიახლები ყო კიდე წავიდეთ. კაი ამერე კაცო, აი ობიექტი. სათეგზელო მინდა რომ თქვა. არა, არაფრის თქვა არ მინდა. შეკითხვა მაქვს ისევ მიდი გამოვუშე. ბატონ დავითთან. ეს ჭაჭაა. ხო, თან ძალიან მაგარი ჭაჭა არის, ერთხელ დავლიე საჭაშნიკაში უკვე და არაფერი არა. თინგლის დაბადების დღეზე და შეცდომა დაუშვით რომ გავათბეთ რა ეს უცებ უნდა და მე ეხავე გამოვასწორებ მაგ შეცდომას ჩვენს სტუმარს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გაუმარჯოს ჩვენს გაუმარჯოს ჩემ მასწავლებლებს ცივია, გაუმარჯოს. ხო, მაგრამ ისეთი აღარ არის. საჭაშნიკის და ბუნკერის კოლაბორაციას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ყველა კოლაბორაციას. ამ კოლაბორაციის თამადობით. კითხვაზე გადადიხარ ნიკოლოს? უი, კაია. კი. ჩვენ ესე ვიფიქრეთ რა მოკლედ ყველგან რახან თქვენ ძირითადად იუმორზე და იუმორის სფეროზე გეკითხებიან ხოლმე. ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი შეკითხვა არა, უბრალოდ გვინდა რომ გაიხსენოთ 80-იანი წლების თბილისის ყოველდღიურობა რა. თქვენი სტუდენტობის პერიოდი 80-იანი წლები არ იყო ესეთი გასახსენებელი. საინტერესო არ იყო? საბჭოთა კავშირი ხო, იყო. მაგრამ მაინც ჩვენთვის საინტერესოა რა. აი ძალიან ჩაულებრივი იყო. დილას ადგებოდი სკოლაში მიდიოდი, სკოლიდან მოდიოდი სახლში. ზაოდ კრაუდ იყო? ხო, იტყოდი რომ ეზოში ჩავდივარ, გეტყოდი რომ იმეცადინე, ეტყოდი რომ იგივე დამიტოვეს. ხო. იასნა. ჩადიოდი საღამომდე დარბოდი, ამოდიოდი დაღლილი, თვალებს ვასვენებ. შეჭამდი, დაწვებოდი და იწინა. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი ეს იყო 80-იანების თბილისი. არაფერი არ ხდებოდა, მართლა, აი არაფერი არ ხდებოდა. აი გასართობი რა იყო სპორტი ალბათ ეზოში ფეხბურთი. 80 წლებში მე ვიყავი პატარა რა. პატარა რა 83-ში დავამთავრე სკოლა. ხო. აი მართლა არაფერი არ ხდებოდა. ტელევიზორში იყო 2 არხი, 3. პირველი არხი და მეორე არხი. მესამე არხიც? იბერიას ხო? ა? იბერია. არა, საქართველოს. საქართველოს. არ იყო კაცო რა იბერია, არაფერი არ იყო. არაფერი არ იყო მოსკოვის პირველი არხი, მოსკოვის მეორე არხი, ჩვენი პირველი. მე მინდა რომ კუილები შემოვიტანო სიცრუე. შემოიტანე რაც და შემოიტანე. ყველაზე უფრო რა მახსოვს. შემოიტანე და ვერავის ვერ გავახსენე ჩემ ხელას. იმაში რა ქვია, პროგრამაში, გადაცემების პროგრამა იბეჭდებოდა გაზეთში. და მე კიდე რა მახსოვს, სერიალები იბეჭდებოდა. კი, ეგ დიდხანს კვირის პალიტრაში ეხლა წინასწარ.
ეგ არ მახსოვს. მაგ დროს მე და ეგ უკვე ის იყო 2000-იანები. და და ზოგიერთ გადაცემას ფრჩხილებში ქონდა მიწერილი P. და რას ნიშნავს ეგ P? ხო, აბა. ფილმი ალბათ. არა. ფანქარი. არა. მე რაღაც ვერსია მაგ კადრს მიღმა ვიტყვე, მაგრამ ალბათ არ იქნება. თქვი კადრი. ფერადი. ფერად. ანუ ზოგიერთი გადაცემა იყო ფერადი, ზოგიერთი შავთეთი. აჰა, და რასაც ფულ ეწერა ფერად. ესე იგი ფერადად გავიდოდი. მაგრამ ვისაც შავთეთი ტელევიზორი ქონდა, მაინც ფულს არანაირი აზრი იმისთვის არ ზუსტად ეგ უნდა მეკითხა. ზუსტად ყვილა ეწერა. ტელევიზორი რა აზრი აქვს ზუსტად ეგ კითხვა. ყვილა მელანს ხარჯავდნენ. მე მაგალითად ნანახი მაქვს ფეხბურთი, სადაც ალბათ ლურჯ და წითელმაისურიანები ეთამაშებოდნენ ერთმანეთს და ორივე ერთმანეთს ვერაფრით ვერ მიხვდებოდი. რა თამაშია. ინიგებს ვინ 22 გამო შავთეთი დასდევდა ერთ კი 22 შორტიანი ტიპი ხო. დავით, ქაბაბის ექსპერტადაც ბევრს მოუხსენიები ხარ. ბიჭო, არა ვარ. ზოგადად გურმანად. არაფრის ეხლა საკაბაბეც გამოჩნდა ასპარეზზე. საკაბაბიც გამოჩნდა. ხო და ჭეშმარიტი აი ქაბაბს რო დავარქვათ, რომ აი ეს ქაბაბია. რა არის ეგეთი მთავარი ფაქტორი? ერთი ცალი მაინც რო გითხრა რა. მთავარი ფაქტორი არის ქაბაბი უნდა იყოს გემრიელი ხო. და წვნიანი. კი ბატონო. მეტი არაფერი არ არის εκεί. ხო, მაგრამ მაგ გემოს და ესეთი წვნიანობას რაღაცა ხო განაპირობებს. თავი არის კარგი ხორცი, ახალი ხორცი, ხო? ხორცი, ბევრი რამეა. მომზადება, მოკლედ, ხო, ნიუანსები მე ბევრი არ იქნება. მეგონა თუ ამდენი ჩვენ გვაქვს მარტო ქაბაბი. ხო, ვიცი. მეტი არაფერი. და ეს თუ ესეთი რთული აღმოჩნდებოდა რომ ცოდნოდა ალბათ არ გააკეთებდი. არ მოვეჭიდებოდა. რთული რანაცხადს. რთულია რა. რავი, აი ბევრი რამეა რთული. მაგალითად, კარგი ხორცი კი მეუბნებოდა სულ რომ რთულია, მაგრამ აი რთულია რომ კარგი ხორცი ქონდეს. ან დეფიციტია ბაზარზე კარგი ხორცის არ არის დეფიციტი, უბრალოდ არჩევა უნდა. სტაბილურად ერთ და იგივე რომ მოგიტანოს ერთნაირი. ეხლა ერთი მზარეული ყავდა გიორგი, რომელიც მუშაობდა ევროპაში. და იძახდა, ნუ აქო კიო ძნელიაო. იქო ყოველ დღე ყიდულობდით ცხვრის ხორცს ავსტრალიურსო. ხო. და სულ ერთნაირი იყო. აი სულ ერთნაირი. დონეზე იყოს ხო? არასოდეს განსხვავებული არ ყოფილა. აუ რა კაია. ერთი და იგივე რეცეპტით არა, მე არ ვიყენებ სხვას სამწუხაროდ. მე თვითონ ძალიან მიყვარს სხვარი. მე არ უბრალოდ სადღაც ჩემი გამოკვლევით 70-80% არ უყვარს სხვარი და იმდენად არ უყვარს, რომ აი არ ჯერათ რომ გემრიელი ცხვრის ქაბაბს რო აკეთო, მე ვერ ვჭა. ცხვრის სპეციფიური სუნი აქვს, კი, არ შემოდის. აქვს კი ეგრე. მაგრამ შემოდიან მე სხვა ეროვნების ადამიანები ძალიან აქტიურად. ისინიც არ შემოდიან თუ ორივე გაქვს. ხო, თუ ორივე გაქვს არ შემოდიან. მარტო ის თუ გაქვს შემოდიან. მარტო ცხვარი რო გააკეთო, აი 70%-ს კარგავ რა, რაც არ არის. აი ეს ბუნკერს რო ამოთხრი ჩვენთვის, რომ მოვიდეთ. ხო. ერთი სული მაქვს დავაგემოვნო, როგორი არის ლაბაძის ძმის ქაბაბი. მოდი. ხო და აუცილებლად ბუნკერი, ნუ დაელოდები. კამერით მობრძანდებით რა. მოდით კამერით და მიკროფონებით. უეჭველი. ჩვენ არსად არ ვიმალებით. კიდე გადადი, აბა შემდეგი რა. ერთი ძალიან კაი ობიახლი მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო. ძალიან კაი რუსთავში თუ გაქვს, მოდი ეგ ბოლოსთვის შემოვიდეთ. ბოლოსთვის სხვა უფრო კაი სული. კარგი. რუსთავში მესამე ჯონი რუსთავში მაგ ეს არ ვიცი რა. მაგრამ რა მნიშვნელობა ჩვენ ტყუილებს გვიყვარს? მოქალაქე ავტოგამოცდაზე გამომცდელს დანით ემუქრებოდა. აუ ეხა მე მოყვები ისე. იმდენჯერ ვერა იყო დანით მართვის მოცვა მოწმობა. რომ დანით მივიდა, რომ მომეცი. ეგ ნიუსი მე შემხვდა დღეს მე მგონი 6-ჯერ ვერ ჩააბარა. და შემოვიდა. მოქალაქემ და ბოლოს და ბოლოს დაწერე გამწვანები. ხო. და ჩააბარა, წაიყვანეს და სხვაგან ჩასვეს. ეგეთი ჩაბარებული. ქუთაისში გავედი ქალაქის გამოცდაზე რა მართვის მოწმობის და წვიმდა საშილად რა და თელი გზა ვიარე აი კამფეტივით რა აი ბოლომდე დავაპარკინგე ჩავაყენე და მგონია რომ სულ ხმართვის ხელი გაუწოდე ეს საღოთქო და ჩაჭრილი ხარო რა და რატომ მეთქი რა და შენო 4ჯერ ვაქეთ მარჯვენა სარკეში არ გაიხედე და მე
მთელი ქუთაისი რო შემომატარებ. 40 წუთი უკატავ რაღაც მაწვავე. შემომხედე ბიჭო, მე რო სარკეში არ ვიხედები ამის გულს ადამიანის რატო ჩამჭერი მეთქი და ძალიან ვეხიპიშე რა. აი მე ნერვები რო არ მაქვს, მაგით არ გავდივარ მართვის მოწყობის. აუ ისე წყნარად ვიარე და მაგის მერე დავიკიდე. ნერვები თუ არ გაქვს, იმედი არა გაგიცნო. იყო მართვის. არანაირი სრული არ. არანაირ სიკეთეს მართვის. კი ბატონო. არ მოგინდა. ნერვები არ გაქვს. ხო და არ ვიღებ არ მინდა. არ გინდა, არა, შენ უკან ჩავჯდე და სხვა მართოს რა. ლამაზად. ბევრად წყნარად დავდივარ ეგეთ დროს. მე მართვის მოწყობის გარეშეც ლამაზად დავდივარ. შეთაშორის მართლობის გარეშეც ნამდვილად ძალიან კარგად ხშირად. ყავს. მანქანა არ მყავს, მაგრამ სხვების მანქანები დავდივარ. ხო, მართვის ნასვამზე. მოწმობის გარეშე დაგიხარ? დღისი ძისი დამუღამდი. თან ნასვამი. ბიჭო, ნასვამი და არ ვიცი, იურიდიულად ეს აღიარება შეიძლება თუ არა შენ წინააღმდეგ ძალიან ადრე დავდიოდი. 8 წლის წინ დავდიოდი. 8 წლის წინ დავდიოდი. მე რა. მაინც თუ ხანდაზმულობა. თუ ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, მე მგონია აქვს. ამის გულისთვისაც დავისჯები? კი, კი, აქვს. 8 წლის არა. მაშინ თქვი 20 წლის წინ. 20 წლის წინ დავდიოდი. სკოლაში ხო დამყავდი, გახსოვს? როგორ არ მახსოვს. არ ჩად ნიკუშა არის მოწმე, და შეგიძლია ერთ ავარიაში მოვყევი ამასთან ერთად, იმიტომ რომ ეს იჯდა საჭესთან. ეხა, შენ გონი ამით 3 წელიწადი გაიუმჯობესებ მდგომარეობა. ძალიან დავიმძიმები. მოწმე მოიყვანე. დავიმძიმები. მე მზად ვარ რომ ჩვენება მივცე კვიტოს წინააღმდეგ პრობლემა არ ამოჭერით ეს ნაწილი. გარეკაში. კვიტოს წინააღმდეგ და დავაი მოდი მეც მივცე კვიტოს წინააღმდეგ. ჩამზირეთ მიდი. კვიტოს მაგივრად დავით იქნება ვთხოვოთ რომ უფრო ხშირად გვეწვიოს და ეგა რა ბუნკერი და ზიარსებია. გამომაგდეთ რა. დივერსიფიკაცია. გადაცემიდან როგორ გაგწირეს? აი ეგრევე. როგორ მარტივად ბოროტი თან. ამდენი ხანი მეთხოვდი თან სულ ჩემ მანქანაზე ვსვავდი ხოლმე ესეთ. მინდავსვათ? ხო, ნასვამი კვიტო. ნასვამი კვიტო. რატო პრავა არ აქვს და დაждდეს. და ნასვამზე უკეთ ატარე. დასაკარგიც არაფერია. ნასვამ კვიტოს რო სვამ, შენ 1000 ლარიანი ჯარი მაქვს, იცი? ჩემზე არ იყო ის მანქანა გაფორმებული მე ინიციატორი ვიყავი. ანუ ეს და ჩახლა. ვიზეც იყო ის ისედაც ზის უკვე. ისედაც ის და იმასაც უმატებდი. საშინელი სქემა მქონდა აგებული. კაი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ნუ აი ხა რა მომჟღავნდა ყველა. კი, კაია, კაია. არა მე პირდაპირ მინდა ვთქვა რომ რა ვიცი თუ გავაკეთე. მე ან თუ გავალთ აქედან არაფერ საერთოდ. შუაში არა ვარ. არც მჯდარ ვარ დავითის არაფერი ბრალი აქ არ არის საერთოდ ჩვენი. მართლა უბრალოდ დადიხარ? კი. ბევრჯერ მივლია ისე რომ არც ერთხელ არ გაუჩერებია. თვალს და უბრალოდ. ორივე. ხო, ერთად. ერთმანეთს ხელს არ უშლიან. კაი შემავსებელი არის. კი, ჩვენ ბუნკერს უხდება ესეთი. კი. ნაგავი ნაგავი ისტორია. ისტორია. ვერაფერს ვერ დამიტკიცებს, ეხლა მასთან თუ არ ჩამოდგნენ ეს ორნი და ჩვენებები მოდი რა სხვა რაში რა მაყუთ შემომთავაზეთ. დანაშაულებიც აიღოს. ადამიანი მყავს ფოლკლორი. გამოუშვი. მანქანი გაიტანა. კახელი ტაქსისტი ტურისტი რო გავუყავდი. არა, არა. გეობას ვერ დავაგავ. არა იქ ტურისტი იყო. გადაცმული როცა გაექცა პოლიციას განკრავოთ მართვის გამო. რა მინდოდა ჩაიეთე რა ენა. კვიტო იყო ის ტურისტი. გადამჯერეს. მადლობა ბიჭო, რომ ამას არ დაგივიწყებთ. მოკლედ ინდონეზიაში მოკლედ და კონკრეტულად ინდონეზიაში ქალბატონმა აღმოაჩინა რომ 10 თვის შემდეგ აღმოაჩინა რომ მისი ქმარი რამდენი 10 სინამდვილეში თვის? იყო ქალი იყო. 10 10 თვის განმავლობაში რა ხდებოდა ნეტა? ან კაცი ეგონა და ქალი აღმოჩნდა. კაცი იყო და ქმარი იყო ქალი. პრავას მეცადინეობდა ეთქოს. ეხლა ვერ დავწვევ. ენდობოდა. ო რა, საქმე არა. საწოლი არ იყო. როგორც იძახი, როგორ მეზიზღება. მე თქვა. ნახე რა საყვარლები არის. მანახე რა მეც. ის კაცი რომელია? ეს ხო. რომელიც სინამდვილეში ვითომ ქალია. კაცი, ხო. აი ეს რა ჯიგარი. და რა ქნა იჩიულა? დაშორდა ოჯახიდან იღრა. ინდონეზიაში ეს სამწუხარო ამბავი მოხდა მან. მე მაინც ძალიან მაინტერესებს 10 თვის განმავლობაში რანაირად ვერ გაიგო ქმარი იყო ქალი. აბოლებდა ბიჭო, აბოლებდა ეს ქმარი რაღაც. დღეს ვერა და გაწევა ესე 10 თვე.
თავი მტკივა, ფეხი მტკივა, ხელი მტკივა, რავი, რამდენიმე რაღაცების ატკიება შეიძლება. კაი, მოდი ბოლოები ახლა წავიკითხო. ეხა მაგარი ბოლომ იქნება, რომ ტვისტვის ჩემო ნიკო. მაგარი იქნება, რომ მეორე ქმარიც ისიც კალი ყოფილა. აღმოჩნდა თავს და კაც ვერ არჩევ. რა დებილობა არის, წარმოიდგინე რომ თავს და კაც ვერ არჩევ. და არაფერი რო არ გაქვს ხანში. კარმულად სულ მაგწრეზე რო ტრინო. მამამისი ეწყვეს შვილო. და მე მამამისი დედამისი აღმოჩნდეს და ვაფშე გაყიდა. შეგუხდება, ხო იცი ეგეთი. არა, ინდონეზიელები არა, ძილობიანი ხალხი. ინდონეზიელები გამოირჩევიან. შებრიხო არის მაქსიმუმი. რაც შეიძლება ინდონეზიელმა მამამ შევთხრა. მაგრამ ჩვენ მაინც გადავთარგმნით ეგრე რომ ხო, მე ეგრე გადათარგმნით და ქართველი მთარგმნით. გამიხილოთ ამას. და ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ჩვენ ბექემის როგორ თარგმნეს ბექემის სიტყვები. იგი წავა და სხვა მოვოთ უფასა საბახნარო ბექემმა რო თქვა ეგ. არა და ეგრე თქვა. კი. ბექემს უყვარდა თოთარუს თავი. დედაში მაკმოსმენი. ბიჭო ორიგინალში ხო? კომუნისტების დროა და რაღაცა შოთა რუსთაველის იუბილეი იყო თუ რაღაცა და დაავალეს რომ სოფლის გამგებლებს, მაშინ გამგებელი არ იყო რაღაც მეურნეობის დირექტორები და მეურნეობის თავმჯდომარეები იყვნენ, რომ აფორიზმები გამოკიდეთო რა ქუჩაში. გზებზე. ერთმა გამოკიდეს, იყო არაბეთს როსტევან. გამოკიდა გზაზე. დამთავრდა. არა, მე ფეხთვის საგანსვია. კიდე კაი ეგ მაინც მიავადა. ანუ საზეპიროები გაიგეს, საზეპიროები. აფორიზმი ვერ დაამოვა მას ნიშნავ და პირდაპირ რაც ახსოვდა. კარგი, ტესტოსტერონები მაღალი იყო მაგდროს, მაგრამ IQ დაბალი. კი. და მგონი ჯობია IQ იყოს მაღალი და ტესტოსტერონი დაბალი. მე ჯობია სამწუხაროდ ერთი საუკუნის მეორე ნახევარი გვიჩვენე. ბალანსი იდეალური ვარიანტია. კი, ბალანსი რო უყურებს ზოგადად, ნიუ ბალანსი. ბალანსებმა გვინდა რომ დაგვასპონსორონ ჩვენი ფეხები. ხო. გაასწორებდა ნიუ ბალანსთან თანამშრომლობა. დღევანდელი ეპიზოდის ბოლოები ახლი გამოუშვი, ეს ჟღერს რომ აი ეს ქუსლები, მოკლედ ქუსლიანი ფეხსაცმელი მე-10 საუკუნეში შეიქმნა მამაკაცებისთვის და არ ყოფილა ეს ქალბატონებისთვის გათვლილი. ქალბატონებმა მე-17 საუკუნეში აგვახიეს ქუსლიანი ფეხსაცმელები. ხო და რისთვის იყო და ეს ქუსლი? ხო, ქუსლი ჭირდებოდათ, იმიტომ რომ აი ცხენის რა ქვია იმას. ფეხი ვერ უნდა შედგა. არა, ლაგამის უნაგირის ფეხის ჩასადები. ხო, რა ფეხს სადაზდებ, მოკლედ რომ არ შეგვარდნოდა ეს ფეხი, ის ქუსლი აკავებდა რა. ხო და არ გაცურდებოდა. ხო, მაგიტო იყო შექმნილი და მე აგვახიეს მე ფეშენზე ფაქტიურად ცხენის კატაპულტირების ფუნქციას ასრულებდა პირიქით. ეგ. დაიწყო, ცხენი და რო არ ჩაყოლო და ეს ფეხი არის წაწევი. ხო, და ქუსლი აჩერებდა. ფეხსაცმელი ანუ იჭერდა რა. ხო, მაგრამ ეს დედაზაგო რომდე არ ფეხიც ხომ მოყვება ეხა როგორ. ხო, რატო უნდა გაცნო? ეს ფეხსაცმელი რო არ გამძრალი ხო ალბათ. არა, ფეხსაცმელი რო არ გამძრალი იყო კი არა, ნახე, ეს ხო არის ეს ადგილი. როგორ მოგდების, უფრო რო აქვს. მოგდების შემთხვევაში ფეხი რო არ დაგრჩეს იქ. ვერ მიხდი. და ანუ ქუსლმა რო არ გაუშვას. რომ იქ არ გაიჭედოს, ხო? პირიქით რო გაიჭედო. ხო, ანუ ფეხი რო არ წინ რო არ გაიჭედოს, გავარდეს, ხო? ეხა გამოგაგდოს. მამაკაცი თუ დავინახე რომ ქუსლით მოდის, ცხენი მოძებნას მოჯირითეა. ცხენი უყენია. ისე ვერ ნახავ მამაკაცს ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი. ხო, იშვიათო 4 და 4 ცხენი. გია ვერ მოვიწვიეთ ვერანაირად გადაცემაში, მაგრამ ქუსლიანებით მაგიტებად გადის თურმე რომ ხშირად ჯირითობს, სულ ამევაში. ხო, ქუსლიანებით დადის. ხშირად ჯირითობს და ცხენი შეიძლება არ ყავს, მაგრამ სუმზად იხდენს. სულ მზად არის რომ ცხენი ყავდეს. მოახდეს. შესაძლოა ანუ ეს აღმოსავლეთის მომთაბარეებს ანუ გია თუ ასეთში იყო გავრცელებული და მონღოლეთშიც ქუსლიანი ანუ იქაურ ცხენოსნები ბიჭო, ამ მარტის შემოტანილი მოწმობას თუ ტრადიცია. ვერ იღებ. ქუსლიანები ცხენი რო ო, იყიდო. მაგას ვაპირებ ზუსტად. პროსტა ცხენი ძვირიჯდება იმის მოლა, სადავაბა. ამიტომ ჯერ ქუსლიანი ფეხსაცმელები ვიყიდოთ ცხენზე მერე ვიყიდოთ. აი ეს ბანზურად და ცხენი მანქანაზე ძვირიჯდება. მე მგონი კი. კაი ცხენი ცხენი შენახვა რა. რატო რა? ზეთის გამოცვლა ცხენს არ უნდა. ამა უნდა და სადაც ელექტრიკი ცხენს არ უნდა. ჟესტიაჯიკის ცხენს არ უნდა, არაფერი არ უნდა. თივა უნდა აჭამონ და ისიც გაუშვი. პლატოზე შემიძგენ. პარკირების პრობლემა იჭრება. პლატოზე ვცხოვრობ. არა, სადაც მიაყენებ. ცხენზე და ელექტრომობილებზე. ცხენი როგორც ელექტრომობილი უფასოა. ხო, უფასო. ხო და მიაყენებ. სადმე ბოძზე. გაუშვე იაროს. ცხენი კაკასის ტრანსპორტია. მე ხანდახან რო ვერ ვაჩერებ, აი ჩამოვსვამ ვინმეს მგზავს და მე დავდივარ გარშემო და მე ჩავისვამ უკან.
ცხენი კაკა შეგიძლია გაუშვა თავისი თივლის. და ჩაუწვი. მოგაკითხე. აი ასე. არა, ჩასტვინო. ცხენი რო იქ ქუსლებით თუ დამინახეთ, ესე იგი ცხენი და ჯერ ქუსლები იყიდა. დავიწყებ ფეხსაცმელებით, კი. შეიძლება ვერ ეგუები. ხო, რა ნახო, იქნებ საერთოდ არ მოიწეს. აი არა, ასე. მე რა ჩამოხვალ ცხენი და გამოიცვლი ფეხსაც. წამოღებული მექნება რა ბოტასები. დავით 10 ქულიანი 10 ბალიანი სისტემით რო შევაფასოთ რა ჩვენი ობიახლები 2-ს წლება კი, კაცო, მე ძეცა. დაჟე 3.5-ზე ნახევარზე მეტი. გაჭიმული 3 მოსულა 5-ის გაცილებით ზე. ვა, ძალიან კარგი. ძალიან გამიხარდა. აი ესე კაი სტარტი გვაქვს გამოდის რა კი, ძალიან. 3 ჩვენ თვეა თუ რაც დავნიშნოთ, დავიწყეთ რომ- იმის კეთება რასაც ვაკეთებთ რა და ხო და მე კარგია. მე თავდება ნელ-ნელად. თავიდან ბევრია. ისე ერთი კითხვა მაქვს. ქართულ YouTube-ს თუ უყურებთ ზოგადად? ბიჭო, შიგადაში. უფრო აკეთებენ აი ხა ანუ თქვენ კეთება ვიცი რომ მაგრად აკეთებენ, მაგრამ სხვებს თუ უყურებენ. კი, უყურებ შიგადაში. შეგიძლიათ ერთი გითხრათ, ერთი ორი ბუნკერის გარდა ნუ რა თქმა უნდა. ბუნკერი, ნუ ეხა ბუნკერის იქით არ წავ. აზრი არ აქვს ვერ წამყავი შეიძლება გინდოდეს ისე ფავორიტი ვერ თუ მიდიხარ ყავთ. და რა არის, იცი ჩამოთვალსაც არ დავიწყებ. ხო. მე გამომრჩება შარია და ხო. რომ მე თქვენ მარტო ბუნკერატოს კი ვერ ყავი. იქ ბუნკერში იქ ვიყავი. ხო. სხვა რა გზამ თორე ერთი დიპლომატიური მაგათია. პასუხი იყო ფანტასტიკური. აი დიპლომატიით შეგიძლია გაამართო ნებისმიერი უვიცო. გამოიწერეთ მეგობრებო ბევრჯერ ბუნკერი გამოვიყენებია ეს არქი სტრატეგია. ბატონ დავით დაეჯერება არ მოგერიდოთ subscribe ღილაკს დააჭირეთ და ჩვენს კარგად ის რაღაცა მე არაფერი არაფერი არ არ შეიცვალა. გამოვიწერე დღეს. აი რამდენი საათი არ მინანია. ფაქტია ხო მართლა გეუბნები. აი ხო არის რომ აი რაღაცა და გამოიწერდა ნანოფერი რაღაცა არა. სუ ნანო რატო დავაჭირე იმ რატო რა მინდოდა აი საერთოდ დადებით ისმეტი არაფერი მინდა. ეგ არის ბუნკერი რა აბა რა. ბუნკერი გვაერთიანებს სახელით ისეთი გაქვს რომ გაიგე ბუნკერი აქამდე რატო არ მქონდა გამოწვეული. სად იყო აქამდე ბუნკერი? სად ვიყავი მე? ეს არის მე-19 ხო? ეს არის მე-17 17-ზე ვარ 17. მაგრამ გვაქვს ესეთი შორს მომავალი ის ხო გაქვთ აქცია, როცა მე-20-ს გამოიწერს. ხო, რაღაც აქცია გვინდა. შემდეგი 100 მე-20 ყურება ვინც უფასოდ გამოიწერს შეუძლია. ლაბაძის ხო გაქვთ ეგ აქცია. სალათი შეგვიძლია გავასწროთ მაგალითად აქციას ეგრე. დღევანდელი 10 ჩვენი წუთი, ხო. ეპიზოდის თემა იყო და პრინციპში არის უნდა ყოფილიყო. ხო ნუ 10 წუთის განმავლობაში იქნება მიდი კაცო, ბილის რა თქვენ სად ეს ხო გეჩქარება? ვიბაზრეთ. ჩვენ არც არ გვეჩქარება არა არ ვიბაზრ როგორი იყო ის გითხეთ რა შენ ახალ ეს დავაი, მიდი. რაღაც თბილისის კოლორიტი ადამიანი ბრძანდები არა. როგორ არა კი, ხალხმა ეგრე დაგაყვა. მე ვარ ნიგოზეთელი კოლორიტი. ნიგოზეთი როგორ გამოვჭა. ნიგოზეთიდან ხო. ხო და იცი რა მაინტერესებს ეგ რამდენად შეიძლება გვიქვათ რაღაცა წოდება რომელიც პასუხისმგებლობას იმდენს გმატებს რომ რაღაც მომენტებში იღლები რა ბიჭო, ეხა მე თავს არ ვთვლი რომ კოლორიტი ვარ რა. უბრალოდ ცნობადი ვარ. ხო, ცნობი. მინიმუმ. ხო. ძალიან მინიმუმ. თან როგორ იცი ჩვენ მაყურებელი ძალიან ბევრი არა ვყავს რა. ჩვენი პატარა სეგმენტი გვაქვს. როგორ არა ყავს? თან თბილისში ძალიან მილიონობით. არა, არა. მილიონობით ვერ ვეყოლება ხო ფიზიკურად. სულ არ ვარ. ისეთ კონტენტს არ აკეთებ რომ მილიონობით მაყურებელი მაგრამ ხარისხიანი მაყურებელი. ცნობით ყველა გცნობს რა. კი და მარტო ცნობა სხვა არა ბოდიში რო შეგაწყვეტიათ, ანუ დადებით ემოციას იწევთ. აი ეგ არის მთავარი. კი, აი ეგ არის თავარი ჩვენთვისაც ჩვენი მიმართულებით ჩვენს გვინდა რომ ოდესღაც თუ ვიღაცა გვიცნობს დადებითად გვიცნობს და არა ისე ფამისოლოს რა ვინ და ფუ შენი მაგრამ ჯერჯერობით ისე მივდივართ რომ ქვევისოლას ჯერჯერობით მარტო და ვაგინებ. ახლოს ვარ. არა, ისე სხვათა შორის ჩვენს დადებითი კონტექსტით გვცნობენ, მე მაგათი TikTok-ს ვაკეთებ და ვინც ხდება ხომ თუ 1000 ერთხელ ვინმე მიცნო, ძირითადად მოდის და მადლობას ხო, მეუბნება. ძალიან დიდი ბედნიერია მიხარია ძალიან. ეგ რომ ადამიანი რო დაგინახავს, გაიღიმებს. აი ძალიან კი, მაგარი. კი, ძალიან მაგრამ მეორე მხრივ პასუხისმგებლობა ნამდვილად არის. არის. ანუ რამდენი ხანია ბიჭოკი არ მისული. აუ ზუსტად, კი, ქუჩაში კარგად უნდა მოიქცე ხო რომ დადიხარ იმიტომ რომ ვიღაცა ყველა დაგინახავს, კი. მართლა გეუბნები. აი, ანუ ამ შენ ცნობადობით კარგავ ინკოგნიტობას. ხო. ხო. ეხლა სულ გამჭირვალე. ვიყავი.
ეს 10 წლის დაგროვილია. გამტრული ხო რაღაცა ისე თქვენ. ბერლინის ქუჩებში ბიჩოკების რაოდენობა საერთოდ გაიზარდა. შემდეგი ობიახლი, შემდეგი ეპიზოდში იქნება. მაგით დავიწყე. გავაგზავნე, მაგრამ ეს ერთი რა, აი გავიხეთ გამოიღე ნაგროვი. ვიღაც კანცლერს მოარტყა სახეში. იმიტომ რომ ნახე ეს რატომღაც ნუ დებილი ვარ, მაგრამ ბიჩოკის გადაგდება დიდად არ მეგონა რომ ნაგავს აგდებ ქუჩაში. ნაგავი არის ოდეს გადამეგონა. ბიჩოკი ისეთი რაღაცა. უწყინარი გეგონა. აი ბავშვობაში ფანჯრიდან არ მისვრია ნაგავი. ბავშვობაში ფანჯრიდან. არასოდეს არ მისვრია ფანჯრიდან ნაგავი, მაგრამ ბიჩოკი ყოველთვის ცვიო და სხვა შორის მაგარი იყურებე. ჩემმა ერთმა მეგობარმა ბიჭო ხველება აუტყდა. დიდი ხნით წინანდელი ამბავია და მეგობრებმა უთხრეს რომ გინდა თუ არა დაანებეო სიგარეტს თავიდან. თქვა რომ აი ფანჯრიდან ისროდა როგორც ჩვეულებრივი ქართველი ბიჭოკებს და აი წინ პატარა ესეთი სადარბაზოს წინა პატარა შემოღობილი რაღაცები არის. იმას უმიზნებდა. ამას რო გავავსებო დავანებო. და მეგობრებმა თქვეს რომ მოდიო შევაგროვოთ ბიჭო. მივეხმაროთ. ბევრი ვედრო. აუ რა ესე გაიგეს. რა წამოწყება გაიჩითა ანუ გადაო. მე რაქნა დაანება თავი. რა თქმა უნდა არ დაანება. ის და მე იმის მეგობრებმა ეს ბიჭოკები უკან წაიღეს. არავის უკანაც წაუღია. ისე ვიქნა. მე ზოგე მოხვედა იწყევდებოდა თავის ენაზე ყველა სწევრდება. თავის ენაზე. ნენა გათავდა ეს. ხო და ესე ვისროდი სულ რა. და ვიღაცამ დამიწერა რაღაც ვიდეოზე კომენტარებში რომ ეს ლაბაძები ჩემ წინ ცხოვრებსო და ფანჯიდან ისრის ბიჭოკებს. და ეგრევე აღკვეთე. ბიჭო ისე გამიტყდა ხრა. სულ ვისროდი ხო? რა მოხდა? აი რა შეიცვა. და დავდები საფერფლე და რომ აივანზე ვეწევ, სახში არ ვეწევ. ყველა მოწევის მერე აი ესე ვაჩვენებ. რო არ ვაგდებ. არ ვაგდებ. მაგრამ ის კომენტარი რო არის საიდან გიყურებს? ო, ყველა მხარ. თან იმ კომენტარის ავტორი დაბლოკეს. ხო და მივხვდი რომ მაინც რა. რაღაც პონჩი სუდის და რიგ შემთხვევაში კარგის გაკეთების თავისუფლება დაუკარგა. დაკარგა. ხო. სულ ტონუსში უნდა იყოს რა. ხო, აი ვიღაცას თქვა რომელმაც ცუდი გააკეთა და შესაძინებელია ვერ კი, ვაგია. იმიტომ რომ იმიტომ რომ- ლაბაძე მაგინა ხო, ვიღაცამ გამლელმა შეაგინა კი არა. დავით ლაბაძე დაბაძე მაგინა, კი. რის გამო აგინია? უკვე მუხლია. ისე არაფერი არ ხო, იყო. ხო. ვიღაცამ ვიღაცას რატო ხო და იქ აგინა ხლის რის გამო? ვარიანტში რა გარკვეული პერიოდულობით. ბიჭო, არა ეჩვევი რა. ეჩვევი და ხდება. თავის პრივილეგიებიც ხო აქვს ხა მაგას. უამრავი. კარგი ინტერესებიც რო გადავიდეთ. ყველა რა ხანქცობთან დადებითი კონტექსტით ალბათ პრივილეგიებიც კი, აქვს. ის ემოციური უკუგება. მაგის გარდა რა, ნუ ბევრნაირი ხარიათ აი ადამიანებს ეს შენი განახვა. გამაჩერეს საბუთები შემიმოწმეს რაღაცები, ნუ მოკლედ. ხო. არ ვიყავი დასაჯარიმებელი და მხოლოდ ამის შემდეგ მითხრეს რომ თქვენი საბრძანდებით დაგოცინო გამაჩერებაში რისკის ქვეშ რო ვიყავი. მაშინ რომ მოვდუნებული იყავი. არა, რომ აღმოჩნდა რომ გადასარევ. ძალიან არ ჭრის სხვათა შორის. ხო, ძალიან. მაგრამ რაღაც პონჩი ჭრის. ანუ არ იღლები რომ დარესტარტება გჭირდებოდეს ხოლმე. არ მგლის თან უკვე რამდენი წელია რაც მაგ რეჟიმში ხარ? 15 წელია, არა, მეტი კაცო, უკვე 17 წელია რაც ეთერში გავდივართ 2008-დან. ნუ ხან გავდივართ, ხან არ გავდივართ, მაგრამ YouTube-ზე რაც ვარ, ხო, უფრო მეტად წელი ხდება და და გაიზარდა ხო ცნობადობა. და ეს YouTube-ის სულ არის, ანუ გადიხარ არ გადიხარ. და იცით რა, აი პირველი შემთხვევა თუ გახსენდებათ, როცა ქუჩაში უცხო ადამიანმა გიცნო. ეგეთი ძალიან ცუდად მახსოვს ხო. ეგ ისა, იმიტომ რომ ეს ხალხმა რო ცნობა დამიწყო, ხო. დაემთხვა ჩემი მეხსიერების გაუარესებას. აჰა. და რაღაც ასაკში ხო,
ვეღარ იხსენებ რა ვიღაც. მე ხამჭირს აი. რამდენი ვინმე გამიღიმებდა, მეც გავუღიმებდი, გავიქცევდი, გადავეხებოდი, გადავკოცნიდი როგორ ახლა რაღაც. მოიკითხავდი ჯიგო. რა? ой, კაც მოგესამა. და მე ცით რა ბოდიში თქვენ ტელევიზიიდან გიცნობ. ხანი თურმე საერთოდ ესე გამოდიოდა და დავდიოდა და მოსახლეობას ვეტენებოდა. მაგით მოიხვეჭე სასახი 17 წელი იარე და ეს ხო და თავიდან აი ესე ცოტა მაგრამ მე მაგასაც დიპლომატიურად დამუღამებთ ხო უკვე ყველას ისე ჯიგოთი მიმართავს აკაიფოთ ჯიგო ხო ის გამოგონება უნივერსალური მიმართვა დავით ერთი კითხვა და მესმის იმანო ჯიგო და იმანო ეგეც ვერსია ბუკასაც აქვს ერთი კითხვა მესმის ანუ აი რო არა ის პროდუქტი რა პროდუქტიც შედგა წლების მანძილზე დავით ლაბაძე იუმორისტი ეხლა უკვე მასპინძლობის დაკვების სფეროშიც ეწველობა დაემართა ამ ყველაფერს და რომ არა ეს რა პროფესიის ადამიანი იქნებოდა დავით ლაბაძე ვინ იქნებოდი ეს მომწონს ესე რო ეს ესეც აქ ისამაკ და იმიტომ კაი კომუნისტები ვისოს რაღაც პონჩი შეგეძლო შენ ცხოვრების გრძელვადიან დაგეგმვა რა და რო უყურებ რა დებილური ცხოვრება მქონდა დაგეგმვა მოკლედ დავამთავრე ფიზიკის ფაკულტეტი უნივერსიტეტის მიკროელექტრონიკის მიმართულებით ეს მიკროელექტრონიკა მაშინ აი აქ მიონი იყო ქარხანა უზარმაზარი და რაღაცა ძალიან ბუმი იყო და ვიგე რომ ამაში ჩავერთვებოდით ხო მაგრამ გარდა მაგისა ფიზიკის ფაკულტეტს ამთავრებ რაღაცა ცოტა ხანში საკანდიდატოს დაიცავ ცოტა ხანში სადოქტოროს დაიცავ შენ თვითონაც იქნები ლექტორი მოამზადებ ბავშვებს დაუინტერესოა ხო ძალიან მოსაწყენ და გამიმართლა რომ ამ ყველაფერს დედაი კიდე კაი ჩიტები იყო ხო დაიქცა კიდევ კაი დედაი კიდე კაი ამ ყველაფერს დედაი აი ჩიტები იყო ერთადერთი შენი ხალისი ესე იგი მაგ პერიოდში რა რომელ ჩიტები ბუკას მამის პანჯერს გადავიდა ჩემკენ რო გამორეკა საერთოდ ამოცანა ჩემი ბავშვობის ამოიხსნა ამდენი წლის მერე სად მიფრინავა ჩიტები საერთოდ სულ ფიქრობდი რამე ხوار შევაბა რომ გავიგო რაღაც გაყვე ხო აგერ ყოფილა ერთი ქუჩით მაღლა კაი იყო მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადე ჩვენთან სტუმრობისთვის ხო დამთავრდა მარტო ნიუსები ნიხვატკაში მინდა ხალხი დავტოვო კი ეს საჭირო ის არის ხალხი უნდა იყოს სულ ნიხვატკა უეჭველი ხალხი ნიხვატკა სულ რაღაცა უნდა კიდე რაღაცა ამათი ბაკმაყოფილი ხალხი მანდაც მუღამი იკარგება აბარა ეს იყო ჭეშმარიტი ბუნკერი მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხი მადლობა ძალიან დიდი დავით შენ სტუმრობისთვის და რა თქმა უნდა მადლობა ძალიან საჭაშნიკეს რომელიც გვესტუმრები სულ დამიძახეთ რამე გემრიელ ადგილას თუ შეიძლება გემრიელ ადგილებზე სულ საჭაშნიკეში რაღაც მომაგრდით რა კი ლევანმა მოგძანდითო გაჭმას გასა აი ეს ადგილი დაიწრიეთ აი გათრეულიყო ეხლა ესე გადავტიხრავთ იქ და აქ დავრჩებით აქ დავრჩეთ ეს კაია კვალიტეტიც აქვს ახლოს არის ძალიან სტრატეგიული ადგილია თან აკვირდებ ვინ შედის ვინ გამოდის ყველაფერს აკონტროლებ ცოტა ნელა ჩაჭი კითხო ყველა გადაცემას უკვე ეს ლარსაც აიღებს კი აი იდეა იყო მეც ეგ შეცვალაზე დასაწყისში მეთქი რაღაც პატარა ბანკა დააგდე ბანკას ის დაუჭირა ტერმინალი პოეტის ქაღალდი უნდა ქონდეს რომელსაც მოუხევ რამდენის გინდა რამდენი ხალხი ეგეც შეიძლება რა კაი იდეა იყო აბარა ბიზნესი ეგა მოუჭი დავასრულეთ მადლობა შენ და მადლობა საჭაში მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ვინც არ გიყურებთ უსურვებ რომ გამოგიწეროთ აქ ძალიან მოგვაჩვენე. კარგი კონტენტი მე თვითონ ამ კონტენტში რომ მოვხვდი შიგნიდან რასაც ვხედა გაგიწევდა გაიხედე გამოიხედე კარგი კონტენტი ფაქტია ვერ გაიქცევ ფაქტებს ასე რომ მეგობრებო ფაქტებს თვალი გაუსწოროთ არხი გამოვიწეროთ და ყველაფერი კარგად იქნება ეგა